გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ინტერიერის დიზაინერი. ეს დათოა. დათო შემიფასებს მე ჩემს ნამუშევარს და შემდეგ ChatGPT შემიფასებს და შევადაროთ მათი შეფასებები, ასე რომ ვთქვათ. დაიწყო. ნას ინაზები გოგო. მივხეშო. ისე კაი ცხოველი ხარ. მინდა ამოვიჭერეთ. ეს შეგიფასო? ხო, ჯერ აქედან დავიწყო. განათება არ მომწონს რომ კვერცხის გულისფერია, მოხარშული. ჯერ დადებითით უნდა დაიწყო. დადებითით დავიწყო, რატო? ჰამბურგერის. თითი გამოიღე პირიდან. ეგ არ მომწონს. სკამები არ მომწონს, იმიტომ რომ ჩემი აზრით არასიმეტრიულად არის განლაგებული. იატაკიც არ მომწონს. იმიტომ რომ ძველი სტილის იატაკია და დაახლოებით ისეთია როგორც ჩვენ გვაქვს ამ წუთას. ეს რა არის? ეს დივნის თავი ჩას უბრალოდ. მაშინ კამერაც არ მომწონს, იმიტომ რომ ამის ფერი მომწონს. სათავსოების ფერი ოღონდ უფრო მუქი მწვანე რა იყოს, მომეწონებოდა უფრო. ხო, რავი. რაც უფრო კარგ შემოიტანენ საქართველოში და რაც უფრო კარგს გააკეთებენ, ყველაფერი მოსაწონი იქნება. იატაკში რო არ მოგწონს, ეს კლასიკა არ გადადის მოდიდან. კარგი, ერთი დამკვეც კი არ ესაუბრებია, კლასიკა მოდიდან გადადის არა. გასამობს AI. შესანიშნავი განლაგება, დეტალებშიც გეტყობა დიდი გემოვნება. ახლა კი მოდი მკაცრად შევაფასო. არ დაუჯეროთ. მე ამოსკრინავ. შეფასება ტექნიკური მხრიდან. დადებითი მხარეები არის კომპოზიციაო, სწორად დაბალანსებული ზონები არისო. მერე ფერების ჰარმონია, ხო, მართალია. ფერების ჰარმონია არის ძალიან კარგი და დეტალებზე გამიმახვილა ყურადღება, რომ ეს წიგნები და რაღაცები ძალიან კარგად გაქვს გაკეთებულიო. გასაუმჯობესება წერტილები ეს არის, რომ განათება ზედმეტად რბილიაო. გამოსავალს მთავაზობს, რაც გამოსავალს მის თავაზობაც. მე მთავაზობ გამოსავალს, იმიტომ რომ შენ არ იცი ეს 3D Max. მერე მასალები ზედმეტად ბრტყელიაო. არა და რას გულისხმობს ახლა იატაკს არ აქვს, ასე ვთქვათ, სიღრმეები, ბუნებრივად გაკეთებული სიღრმეები. ბამფიქვია მაგას, არ მაქვს მიბმული, არა და მიბმულია, უბრალოდ არ მოსწონს. მერე ჩრდილები აკლიაო. ჩრდილები აკლია, კი ბატონო, ძალიან არ ჩავაშავე ჩრდილები და მე შეფასებებს მიწერს. კომპოზიცია 9 ქულაო, ფერების ბალანსი 9 ქულა, განათება 6 ქულა, მასალების ხარისხი 6.5, იმიტომ რომ ისინი არ აქვს რა სიღრმეები და უყრუჩუღროები, ასე რომ ვთქვათ. ჩრდილებიც 5 ქულაო და რეფლექსიები 6-ო. ტექსტური დეტალების 6. ტექსტური დეტალები და ეგეთი რაღაცები არ გვაინტერესებს. როგორ არ გაინტერესებს? ანუ ძირითადად მე ყურადღება გამიმახვილა იქ განათებაზე, განათება და ჩრდილი, ასე რომ ვთქვათ, უკავშირია ერთმანეთის და გამიმახვილა ყურადღება აი ტექსტურების ბუნებრივობაზე. ცო, მეტი არაფერზე. გადავედით შემდეგზე. იგივე პრინციპი. ერთი ოთახია ეს, საძინებელი, აი ეს და ეს. მოდი ასე გავაკეთოთ. მეტი მუქი ანუ განათება პირველ რიგში ისევ, იმიტომ რომ იგივე ტონალობის განათებაა. ხო? იგივე ტონალობის, კი ბატონო. და მე მინდა უფრო მუქი ფერები რა. თუნდაც ყველაფერი არა, რაღაცეები, როგორც ეს მაგიდა არის მაგალითად განსხვავებულ ფერში. მაგრამ ძირითადად 99% ხა ხმის მხრივ აქ არის ყველაფერი კრემისფერი. რაც არ გიყვარს შენ. რაც არ მიყვარს მე. მაგრამ გეტყვი რა მოდაშია. არ მაინტერესებს, მე არ მომწონს. მე სო მედი არაფერი. ეს მომწონს კედელზე როა რაღაც ნახე. ხო, შეგიძლია აქედან ნახე ქვა. მაგრამ აქედან რო აღვიქვა. დღელია თითქოს. და შეპრუჭედულია თითქოს რაღაცნაირად. ხო. იუვიდა საიდან გავიხსენე ეს ეთქვა. მე რო საუბრობ, ეცადე გაჩვდე რომ მიკროფონმა შეიძლება ვერად იქواس. უხარისხოა. ტემუს მიკროფონია მეგობრებო.
ნახოთ რა იქნება. კარგი. მითხრა ChatGPT-მა. როგორც არის? GPT არა, GPT. გეტყვი ახლა. ეს ხედით ძალიან სუფთად არის აწყობილი, აშკარაა რომ დეტალებზე ზრუნავდა. ტირანოს დაექსი მახარა. აქვს დამამშვიდებელი ესთეტიკა. ახლა კი მოდი გავაანალიზოთ. რა არის უკვე ძალიან კარგი კომპოზიციაო, ფერები და დეტალებიო. დეტალებში აი ყველაფერი იგულისხმება. მე რა არ მოსწონს ამ შუქის რეაგირება ზედაპირებზე არ მოსწონს. განათება ჩემი სუსტი წერტილა მით უმეტეს ვირეითი რომ არენდერებს ძალიან რთულია. აი კორონათი რომ დავარეინდერ, ისე კაი მოგუტყუნებული კი ხო? ძალიან მე მასალების ტექსტურა ესეც ძალიან რთულია სხვათა შორის. მე კომპოზიციას კარგად მიფასებს, განათება ცოტა ერთფეროვანიაო, ზედაპირები ბრტყელიაო. მოკლედ როგორც ასეთი აკლია ბუნებრიობა, თორემ როგორც ასეთი დიზაინში არაფერს მიწუნებს. აი როგორც ასეთები არ მინდა, აი? კიდევ ხო ანუ დემონების მხრივ არაფერს მიწუნებს. აი კედლის დეკორს კარგად. დემონების მხრივ არ გაიკეთებია ეს. რა თქმა უნდა, შენ გაკეთე მოდის მიხედვით. ნახა, ეს რენდერი უკვე კარგ დონეზეა შესრულებული კომპოზიციურად. და ასე შემდეგი უნდა იყოს წესით აბაზანა, მაგრამ დღეს მომაცდინია სამჯერ გამაკეთებინა ციციბურა. სამჯერ იმიტომ გავაკეთა ციციბურა, რომ პირველ ჯერზე და მეორე ჯერზე არ გამოუვიდა. პირველ ჯერზე მესამე ჯერზე იმიტომ გამოვიდა, რომ მე უკვე სამსახურში მაგვიანდებოდა. არა ბიჭო, მასე არ იყო. პირველ ჯერზე არ გამოვიდა. კარგი, ამათი არ არის, ხო? აბაზანას განვიხილავთ ხვალ. დავასრულეთ? კი, მე მგონი უფრო სიხნისეულად გაიგე. კაი, ეხლა ნახე. ამ ფოტოებს დაამონტაჟე ვიდეოში, რომ ნახოს მაყურებელმა. აუცილებლად, მაგას რა უნდა. და დავდებ ჩემ Facebook-ზე. შენს Facebook-ზე, მაგრამ YouTube ვიდეოს მაღებინებ, ხო? კარგი და YouTube-ის მაყურებელმა ვინც ვიდეოს ნახავს, თუ ნახავს, რა ქნან, ანუ ფოტოებს რო აჩვენებ. your home დავიდა მილაიქეთ. თუ დააკომენტარო მოსწონთ თუ არა შენი ნამუშევარი და რა მოსწონთ და რა არა. შენ სახზე უნდა გაკეთდეს, ამიტომ ეგ შენ თქვი და მე Facebook-ზე your home აკრეფეთ და ის და მომიწონეთ. მე ჩამოვაკეთე და ყველა ფოტო დაალაიქე. დააგოლეთ. მოკლედ მეგობრებო, თუ ნახავთ ამ ვიდეოს, შეუფასეთ რომ იქნებ გაუხარდეს ან გამოასწოროს ნამუშევარი. Peace.